სამხედრო პოლიციელები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ სასწავლო კურსს პირველად გაივლიან. ახალი გადამზადების პროგრამა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. პოლიციელებისთვის პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ. ეს კურსი მოიცავს ჩვენი სამხედრო პოლიციის კადრების გადამზადებას ზოგადად. ეს იქნება ორი კომპონენტისგან შედგება, ეს იქნება სამხედრო კომპონენტი და ეს იქნება სამოქალაქო კომპონენტი წმინდა პოლიციური. ჩატარდება სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ძირითადი კურსი, ხოლო დამატებით ჩაერთვება ამაში პოლიციის აკადემია. სამხედრო პოლიციელების გადამზადების კურსი ეროვნულ თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლაში უახლოეს მომავალში დაიწყება. პოლიციელებს სამხედრო განათლების კუთხით ლექციებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები ჩაუტარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროფესორ მასწავლებლები მათ პოლიციურ სასწავლო პროგრამებსა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებს შეასწავლიან. 6 თვიანი მომზადების შემდეგ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს მიიღებენ და საკუთარ ქვედანაყოფებში განაგრძობენ სამსახურს. Adonă polkovnico მორიგეობის დროს შემთხვევებს ადგილი არ აქვს. მესამე ერგევლობის სამმართველოს მორიგე მაიორი სულაკოლიძე. თავისუფლად. სანამ სამხედრო აკადემიაში კონკრეტული სასწავლო კურსი დაიწყება, თავად სამხედრო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმა მიმდინარეობს. კონკრეტული მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობს. ადრე იყო სამოქალაქო პირები, რომლებსაც შეხება არ ქონიათ არა მარტო სამხედროსთან, არამედ პოლიციასთან შეხება არ ქონიათ. და ეს ზუსტად ართულებდა იმ ამოცანის შესრულებას, რომელიც მათ ჰქონდათ დაკისრებული. ამიტომაც იყო ის პოლიტიზირებული და ჩვენი მოსვლის დღიდან უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, თუ როგორ უნდა გადავამზადოთ, რა ამოცანები უნდა დაუსახოთ სამხედრო პოლიციელებს. მოსმენები, ფარული ჩანაწერები, ზეწოლა სამხედრო მოსამსახურეებზე. თავდაცვის სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას სამხედრო პოლიციის ძველ მანკიერებებზე არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენთაგანმა, რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის ერთ-ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ და საერთოდ გაუქმდება სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გარდა საქართველოს შეუერთდება ალიანსის მრავალ ეროვნულ ბატალიონს სამხედრო პოლიციის დონეზეც. ამ თემაზე კრაკოვში რამდენიმე კვირის წინ გამართულ კონფერენციაზეც იმსჯელეს. ფორუმზე ბატალიონის ისტორიის მიზნებისა და სტრუქტურის, ასევე შესაძლებლობების, განხორციელებული ოპერაციების, წვრთნების, საკანმანათლებლო პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. ნატოს ქვეყნების სამხედრო პოლიციის მულტინაციონალურ ბატალიონში ამ ეტაპზე პოლონეთის ასეული, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია კი ოცეულების დონეზეა წარდგენილი. რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციაც მიიღებს აქ მონაწილეობას თავისი ფუნქციებით, რომელიც გამოიხატება ამ მულტინაციონალურ ბატალიონში. ჩვენ ამაზე ვიწყებთ, უკვე დავიწყეთ კონსულტაციები გერმანიის ქვეყნებთან, ასევე თვითონ პოლონეთის სამხედრო პოლიციის უფროს შევხვდი, ჟანდარმერიის უფროს შევხვდი და ჩვენ გადამზადებას ვიწყებთ სამხედრო პოლიციელების, რომლებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას. დღეისათვის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები შეიარაღებული ძალების ყველა ბრიგადასა და ქვედანაყოფში არიან მივლინებული და მეთაურებს ადგილზე უწევენ დახმარებასა და მოქმედებენ მხოლოდ კანონის შესაბამისად დაწესებული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამხედრო პოლიციის ფუნქციები არ იყო ათვისებული და არ სრულდებოდა. იყო ბრიგადის ნაწილები, სადაც სამხედრო პოლიციელი ვერ შედიოდა, ან არ იყო განწესით გათვალისწინებული. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია აბსოლუტურად. სამხედრო პოლიცია მთელი გაერთიანებული შტაბის დანაყოფებში ახორციელებს თავის ფუნქციას. სამხედრო აკადემიაში ახალი სასწავლო კურსის დანერგვით თავდაცვის სამინისტრო ცდილობს სამხედრო პოლიცია დეპოლიტიზებული გახადოს და ის მანკიერი იმიჯი მოუხსნას, რომლითაც საზოგადოებაში იყო ცნობილი.